მოთხოვნა იყო გვესაუბრა ლომიძეთა გვარის შესახებ. ეს არის უზარმაზარი გვარი. თავისი ოდენობითაც და იმ მასალის მიხედვითაც, რომელიც ამ გვარის შესახებ არის ჩვენს საცავებში. 13,000 აჭარბებს, ალბათ 14,000 უახლოვდება ამ გვარის ოდენობა, სულადობრივ, ქალიან ბავშვიანად, ეს ერთ-ერთი გიგანტური გვარია საქართველოში. განსახლებულია დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, ქართლში, კახეთში, იმერეთში, სამცხეში, ხაშურის რაიონში დიდი რაოდენობით 3,000 აჭარბებს მარტო ხაშურის რაიონში ამ გვარის წარმომადგენლები. თბილისში, ქუთაისში, რა თქმა უნდა, ხარაგაულის მხარე, ბორჯომის მხარე, საჩხერე, ქარელი, ლაგოდეხი და ასე შემდეგ. ძალიან მრავლად არის წარმოდგენილი ეს გვარი. გვარი საკმაოდ ძველია. ლომიძეების პირველი ხსენება ჩვენამდე მოღწეულ საბუთებში ხდება 1569 წელს, მე-16 საუკუნის მეორე ნახევარი. რაიბან ლომიძე, ესეთი უცნაური სახელით. მოწმედ არის მოხსენიებული ნასყიდობის წიგნში, რომლის მიხედვითაც მინიაშვილს მიწა მამული მიუყიდია ქურდევანი ძისთვის აი ამ საბუთში. როგორც წესი ნასყიდობის საბუთებში მოწმეები ჩამოითვლებოდნენ ხოლმე, არის ამისი მოწამე თავად ღმერთი თავისი წმინდანებით და კაცთაგან და ჩამოითვლებოდნენ როგორც წესი მეზობლები, იმავე სოფელში მაცხოვრებელი საპატიო კაცები, კითხული კაცები, ვისაც სიტყვა დაეჯერებოდა. აი ასეთ პიროვნებათა შორის იხსენიება პირველი წარმომადგენელი ამ გვარის, რომელიც დღემდე მოღწეულ საბუთებში იხსენიება. აქაც იგივეს ვიტყვი, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ 1569 წლიდან იწყებს ეს გვარი ისტორიას. უბრალოდ ჩვენამდე მოღწეულ საბუთებში ეს არის პირველი საბუთი, რომელშიც იხსენიება ლომიძეთა გვარი. ლომიძეები ჩანან რამდენიმე ოჯახი ჩანს 1578 წლის ქუთაისის მებეგრეთა დავთარში. ეს ცნობილი ესეთი საბუთია, სადაც ჩამოთვლილი არიან საეკლესიო გლეხები იმერეთის, რომლებიც ქუთაისის გელათის ტაძარს უხდიდნენ გადასახადებს, საეკლესიო გლეხები იყვნენ და აი აქ არიან რამდენიმე სოფელში, სოფელ კურთხაში, სოფელ ფერსაჩში, სოფელ შუბანში იმ დროს თურმე ცხოვრობდნენ ლომიძეები, რომლებიც იყვნენ საეკლესიო გლეხები და აქ დაწვრილებით არის ჩამოთვლილი, რომელ გლეხს რა გადასახადი, რა სამსახური ევალებოდა გელათის მონასტრის. დიახ. ლომიძე ხახუტა 1629-1660 წლებით თარიღდება ეს საბუთი, უფრო ზუსტი დათარიღება არ არსებობს. ეს არის იმერთა მეფის ალექსანდრეს დროინდელი საბუთი და მეფეს უბოძებია მისთვის საიმედო წიგნი, ეგრეთ წოდებული საიმედო წიგნი, როდესაც მეფე პირობას აძლევს თავის ქვეშევრდომს, რაღაც გარკვეულ პირობებს აყენებს და პირდება რაღაცებს, აი დაიცავს მას, თქვათ, ნებისმიერი ფეოდალისგან საჭიროების შემთხვევაში ერთგულების სანაცვლოდ, ერთგულის სამსახურის სანაცვლოდ. ასეთი საბუთები მიღებული იყო იმ დროს და იწერებოდა. როგორც ჩანს, ეს ხახუტა ლომიძე რიგითი გლეხი არ გახლავთ, ეს უკვე რაღაც სოციალური სტატუსი გააჩნია. თუმცა არ ჩანს აქ მისი წოდება. ლომიძეები რომ აზნაურები იყვნენ, ეს ბევრ საბუთში ჩანს. ლომიძეთა გარკვეული შტოები. ახლა 14,000-იან გვარში ყველაზე ვერ ვიტყვით, რომ აზნაური იყო. იყვნენ გლეხები, დიდი უმრავლესობა ამ გვარის, მაგრამ გვარში ჩანს აზნაურული განშტოებანი ქართლშიც, იმერეთშიც, კახეთშიც
ქართლში აზნაური ლომიძეები ჩანან თავადი ავალიშვილების აზნაურთა შორის, ასევე თავადი დავითიშვილ ბაგრატიონების ეს ერთი გვარია აზნაურთა შორის, ასევე თავადი ამირეჯიბების აზნაურად იხსენიებიან და სხვადასხვა საბუთებია. ეხლა ძალიან საინტერესოა ეთნოგრაფიული მასალა ლომიძეთა გვარის შესახებ. აი საინტერესო ეს ზეპირი გადმოცემები, რომელიც ზოგი ექსპედიციებშია ჩაწერილი, ზოგი სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაში ეთნოგრაფიული ხასიათის იხსენიება გაფანტულად არის და აი ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შედეგად 30 წელია ვაგროვებთ ამ მასალებს ჩვენს კატალოგში და აი ეს ის მასალაა, რომელიც ლომიძეთა გვარის შესახებ დაგროვდა ბარათების სახით. აქ ამ ბარათებში თვითონ ინფორმაციაა ამ გვარის შესახებ და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის სპეციალურად ლომიძეებისთვის ჩატარებული მუშაობა. ეს ის მასალა, რაც ჩვენ შევხვდა მუშაობის განმავლობაში. ჩვენ რომ ლომიძეებზე მუშაობა დავიწყოთ, შეიძლება ერთი ამდენი კიდე დაემატოს. იმიტომ რომ სოციალურად აქტიური გვარი იყო და ბევრგან იხსენიებოდა. აი ეთნოგრაფიული მასალა ასეთი. კავთელიშვილების გვარი. მათ აქვთ გადმოცემა, ზეპირი გადმოცემა ასეთი, რომ მათი წინაპარი ყოფილა ლომიძე. მეცხვარე კაცი ყოფილაო, თაში სადღაც ტრიალეთის მთებში ცხოვრობდა ალბათ და იქ უპოვია სადღაც ნანგრევებში იპოვა ხატი. კავი შეყოვო, კავი ქვებს შორის და კავით გამოიღო ეს ხატი. და მე ამ ხატს ეკლესიაც აუშენეს და ერქვა თავკავთა, კავთის ეკლესია და თითქოს კავს უკავშირდება. ეს ხალხურ ეტიმოლოგიას ახასიათებს ხოლმე ასეთი გადმოცემები. დაუკავშირებენ ჟღერადობით სიტყვას და იქიდან რაღაც ისტორიებს ყვებიან შემდეგ. დიახ და თითქოს კავთიაშვილთა გვარი, აი თითქოს ამას უკავშირდება, აქედან მომდინარეობს და წინა გვარი კავთიაშვილების ყოფილა ლომიძე. ვინ იცის რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მაგრამ ასეთი ზეპირი გადმოცემა არსებობს. ქეთიაშვილთა გვარს ასევე ახსოვთ, რომ ადრე ლომიძეები ყოფილან, და ვაგრძელებთ საუბარს ლომიძეთა გვარის შესახებ. აი ამას მოგახსენებდით, რომ კავთიაშვილთა გვარი და ქეთიაშვილთა გვარი, როგორც ჩანს, არის ლომიძეთა გვარის განშტოება. სხვადასხვა დროს, ალბათ, მოხდა ეს განშტოება. ძველი გვარებიდან ახალი გვარის განშტოება ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა და ბევრ გვარში ხდება ასეთი რამ მთელ საქართველოში. ასეთივე ზეპირი გადმოცემა არსებობს ყარსელიშვილთა გვარში. მარტყოფში ცხოვრობს ეს გვარი. და აი მათაც ახსოვთ, რომ მათი წინა გვარი ყოფილა ლომიძე. სხვადასხვა ბერბიჭაშვილთა გვარი, ამათაც აქვთ, ვერ ვიტყვით, რომ ყველა ბერბიჭაშვილს ერთი და იგივე გადმოცემა აქვს, მაგრამ ერთ-ერთ შტოს ამ გვარში აქვს გადმოცემა, რომ ადრე ლომიძეები ყოფილან. დიახ. ლიჩელთა გვარი. შიდა ქართლში განსახლებული გვარია ლიჩელი, რომელიც უკავშირდება იმერეთის სოფელ ლიჩს, არსებობს ასეთი სოფელი და აი მათ აქვთ გადმოცემა, რომ ადრე ყოფილან ლომიძეები. სანამ ლიჩში ცხოვრობდა ლიჩელის წინაპარი, რა თქმა უნდა ლიჩელი ვერ იქნებოდა, ხომ? იქ ისედაც ყველა ლიჩელი იყო თავისი სადაურობით. გადმოსახლების შემდეგ დაერქვა ლიჩელი და აი სანამ ლიჩში ცხოვრობდა, როგორც ჩანს, ლომიძე იყო. ეს დასტურდება სხვათა შორის სოფელ ლიჩში ლომიძეები მართლაც ცხოვრობდნენ ისტორიულად საბუთებში შეხვედრია, რომ ამ სოფელში ლომიძეების გვარი იხსენიება. აი 1826 წლის საბუთის მიხედვით შორაპნის მაზრის სოფელ ლიჩში იხსენიება მღვდელი იოვანე ლომიძე. 1856 წელს ამავე სოფელში იხსენიება მღვდელი მაქსიმე ლომიძე და სხვა კიდევ იქ ოჯახებია ჩამოთვლილი და ეს გვარი იქ იყო განსახლებული.
დიახ. კაკილაშვილთა გვარი ბორჯომის მხარეში. აი ამ გვარშიც არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ადრე ლომიძეები ყოფილან. შეიძლება თვითონ ლომიძეების გვარში ყველა ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყოს მათგან განშტოებული გვარების შესახებ, მაგრამ იმ განშტოებულ გვარებს ახსოვთ წინა გვარი. დიახ, ამას ყველაფერს რა თქმა უნდა გადამოწმება უნდა და დოკუმენტური დადასტურება. მათი განსახლების მიხედვით ძველ საბუთებში შეიძლება ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთები მართლაც აღმოჩნდეს. დიახ, აი მესხეთიდან, სადღაც ადიგენის მხარიდან აჭარაში გადასახლებული ასლანიძეები ასევე ადასტურებენ ასეთ გადმოცემას, რომ მათი წინა გვარი ყოფილა ლომიძე აჭარაში, ხულოს რაიონში. იქ უღელტეხილი არის და როგორც ჩანს მიგრაციული ნაკადიც იყო მესხეთიდან, რამდენიმე სხვა გვარიც იგივეს იმეორებს, რომ მესხეთიდან არიან ხულოს მხარეში გადასახლებულნი. ლომიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი და მრავალ თავგადასავალ გადახდილი გვარი, რას არ მოსწრებიან ალბათ, ბევრგან იყვნენ განსახლებული და დიდი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში და ყველა ის ქარტეხილები, რაც საქართველოში ხდებოდა, ამ გვარსაც გადახდა. აი ხვდებიან ლომიძეები კათოლიკეთა შორის, გორის მხარეში, სოფელი რუეთი, კათოლიკე ლომიძეები, რომლებსაც ფრანგებს ეძახიან. საქართველოში მიღებული იყო ასე, რომ ქართველი კაცი თუ კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდო და გაფრანგდაო იტყოდნენ და მას ფრანგს ეძახდნენ. გავიდოდა რამდენიმე თაობა და თვითონაც ასე იცოდნენ, რომ ფრანგებს გვეძახიან და ალბათ ფრანგები ვართ. გორშიც, ქუთაისშიც, ახალციხეშიც და სხვადასხვა ადგილებში, სადაც კათოლიკები ცხოვრობენ, ისინი ადასტურებენ, რომ აი ჩვენ ფრანგებს გვეძახიან. თუმცა ქართველები არიან, რა თქმა უნდა. ასევე ლომიძეები გვხვდება მესხეთის სხვადასხვა სოფლებში და მათ შორის მაჰმადიანი ლომიძეებიც, რომლებსაც შეეხოთ ის გადასახლება 1944 წლის, ისე რომ დღეს რომ ეგრეთ წოდებულ თურქ მესხებს ამბობენ ხოლმე არასწორი ტერმინია, ისინი მაჰმადიანი მესხები არიან, მაჰმადიანი ქართველები არიან, აი მათ შორის ამ დიდ მასაში რამოდენიმე ასეული ათასია, როგორც ამბობენ, მათში ლომიძეებიც ურევია. სხვადასხვა ლომიძეები არიან თურქეთშიც, აი მუჰაჯირობის დროს გადასახლებული ქართველი მაჰმადიანები, რომლებიც 19 საუკუნეში მთელი კომპანია მიმდინარეობდა აგიტაცია, რომ მაჰმადიანები წასულიყვნენ ოსმალეთში. აი ამ ტალღას გაყვნენ როგორც ჩანს და დღეს ალბათ თურქული გვარებით არიან, მაგრამ მათ ხსოვნაში შემორჩა, რომ ადრინდელი ძველი მათი ქართული გვარი იყო ლომიძე. დიახ, უამრავი საბუთია, აი სოფელი აბანო, დღევანდელი ქარელის რაიონი 1831 წელი. ლომიძე დაფიქსირებულია აქ 31 წლის აღწერაში 1800 და ესეც საინტერესო რამ უწერია იმენუიუშიე დვარიანინამი. ეს რუსული აღწერებია და რუსულად, ესე იგი თავს უწოდებს აზნაურს. ესე იგი რუსები არ ცნობდნენ 1850 წლამდე რუსები ქართველ თავადს და ქართველ აზნაურს არ ცნობდნენ წოდებაში და აი წერდნენ, რომ თავს უწოდებს აზნაურს. 1850 წელს მერე კომლობრივად რუსეთის იმპერატორმა დაამტკიცა ეს კომლთა სიები, ვის დაუმტკიცდა აზნაურობა და ვის თავადობა და როგორც მრავალგზის გვითქვამს ამ გადაცემებში, ძალიან ბევრ ქართველს თავადს და აზნაურს წოდება აღარ მიენიჭა, იმის გამო რომ იქ რაღაც დოკუმენტაციებს ითხოვდნენ და ყველას არ აღმოაჩნდა ეს დოკუმენტები. სოფელ აბანოში მცხოვრები აი აზნაურად წოდებული ლომიძეები, რომლებიც აზნაურები იყვნენ, ტყუილად ხომარ უწოდებდნენ თავის თავს აზნაურს. ასე იყო, ქვეყანა მიცოდა, მიღებული იყო ასე. ესენი იყვნენ თავადი დავითიშვილ ბაგრატიონის აზნაურები. იქვე ქონდათ მათაც იქვე ქონდათ რეზიდენცია.
სოფელი საღოლაშენი 1791 წლის აღწერაში იხსენიება აზნაური ლომიძე. აი ესენი არიან თავადი ამირეჯიბის აზნაურები შიდა ქართლის. დიახ, და სხვადასხვა უამრავი ინფორმაცია გვაქვს გადასახლების, რომელი შტო სად გადასახლდა ლომიძეთა გვარის, ჩრდილო კავკასიაში მოხდა ზოგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აი საინტერესო ინფორმაცია ლომიძე ყოფილა, ვისაც შემოუტანია ვაზის ჯიში საფრანგეთიდან, ეს მე-19 საუკუნის ინფორმაცია. შიდა ქართლის სოფელ დირბში და დღეს დირბულა ქვია ამ ვაზის ჯიშს. ლომიძის შემოტანილი ყოფილა. იქ გაშენებულ ვენახსო ლომიაური ქვიაო. დიახ. სხვადასხვა ძალიან ბევრია. ლომიძე ვიქტორ იუნკერთა შორის იბრძოდა ტაბახმელის ბრძოლაში, აი როდესაც 1921 წელს ქართული ჯარი ცდილობდა თბილისი დედაქალაქი დაეცვა რუსეთის მე-11 არმიისაგან. ამ ბრძოლის შემდეგ ცოცხალი დარჩენილა და მოხდა ქართველი იუნკრების ნაწილი მოხვდნენ პოლონეთში. მოგეხსენებათ, იქ გააგრძელეს სწავლა, იქ გახდნენ ოფიცრები. შემდეგ ერთგულად იმსახურეს პოლონეთის არმიაში და პოლონეთს რაც დაემართა შემდეგ ვიცით ეს ჩვენი ისტორიიდან, მსოფლიოს ისტორიიდან 39 წელს 1939 წელს პოლონეთს ომი გამოუცხადა ორი მხრიდან, გერმანიამ დასავლეთიდან და საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთიდან. პოლონეთის არმია ორ ფრონტზე იბრძოდა. აი ამ ბრძოლებში მოხდა ეს ლომიძეთა გვარის წარმომადგენელი ვიქტორ ლომიძე, რომელიც გერმანიის ფრონტზე იბრძოდა, ტყვედაც ჩავარდნილა, შემდეგ დააღწია თავი ტყვეობას, ლა-მანშის სრუტე გადაუცურავს და ინგლისში, ბრიტანეთში მოხვდა, სადაც იქ ყალიბდებოდა პოლონეთის არმიის ნაწილები, იქ იყო გახიზნული პოლონეთის მაშინდელი მთავრობა და შემდეგ იქაც პოლონეთის არმიაში ჩაირიცხა და აგრძელებდა ბრძოლას გერმანიის წინააღმდეგ და პოლონეთის მხარეზე ერთ სიტყვით. ქართველმა იუნკრებმა ის ზრუნვა, ის ამაგი, რაც პოლონეთმა გაწია ლტოლვილი ქართველების მიმართ, კარგად დაუფასეს. მათ სხვათა შორის მისცეს საშუალება, რომ როგორც უცხოელებს და როგორც მომავალ ოფიცრებს, რომლებსაც ქართული ჯარის ბირთვი უნდა შეექმნათ, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ საქართველო აღდგება და ამ აღდგენილ სახელმწიფოს ჯარიც დაჭირდება. ქართველ ოფიცრებს მისცეს უფლება არ მიეღოთ მონაწილეობა ბრძოლებში და გასცლოდნენ იმ მდგომარეობას, რაც პოლონეთში შეიქმნა მაშინ, მაგრამ იმ ქართველმა ოფიცრებმა გამოიჩინეს ის მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა, რომ პოლონეთს დაუფასეს ამაგი და ჩაებნენ ბრძოლაში ვარშავის დასაცავად. დიახ. უამრავი საბუთი, აი როგორც მოგახსენეთ, ჩვენ რომ ლომიძეების გვარს ხელი მოვკიდოთ, გამოვა ალბათ უზარმაზარი გამოკვლევა, ძალიან სქელტანიანი წიგნი. იმდენი მასალა აქ ვერც კი ჩამოვთვლით ამ საბუთებს, უამრავი საბუთი ეს ყველა ლომიძეებს შეეხება ეს საბუთები. და ეხლა ვეღარ გავაგრძელებთ საუბარს ამ გვარის შესახებ. ეს გვარი კარგად ორგანიზებული გვარია, სხვათა შორის საგვარეულო კავშირი აქვს შექმნილი. დაილოცნენ 2010 წლის 10 იანვარს და ყოველ 10 იანვარს ცდილობენ, რომ გვარი შეკავშირდეს, შეიკრიბონ ერთად და გვარისთვის საჭირო საკითხებზე იმსჯელონ. ყავთ წინამძღოლი და კარგი იქნება, რომ სხვა გვარებიც ასე იყვნენ ორგანიზებული და ერთმანეთთან კავშირი შეინარჩუნონ. დიახ. გეორგიევსკის ტრაქტატში ეს გვარი იხსენიება როგორც თავადი ავალიშვილების აზნაურნი 1793 წელს
თან დართულ თავადაზნაურთა სიებში, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, არა მხოლოდ ავალიშვილის იყვნენ ამირეჯიბის, იყვნენ დავითიშვილის აზნაურები, ასევე კახეთშიც იხსენიებიან აზნაურებად და ასევე იმერეთშიც იხსენიებიან აზნაურებად. ამის დამამტკიცებელი ბევრი საბუთი არსებობს.